დღეს როგორც მოისმინეთ სახარებიდან მაცხოვარმა ღადარინელთა ქვეყანაში განკურნა ეშმაკეული კაცი. და მოხდა უცნაური ამბავი, იმის მაგივრად რომ ღადარინელებს ეთქვა რომ უფალი მათთან დარჩენილიყო, როგორც ეს სამარიტელებმა გააკეთეს. პირიქით უთხრეს რომ იქაურობას გაცლოდა უფალი. ეკლესიის მამები განმარტავენ ამ ადგილს და გვეუბნებიან რომ ღადარინელები ამ ქვეყნიურ კეთილდღეობაზე იყვნენ მიჯაჭულები, მხოლოდ ამაზე ფიქრობდნენ, სხვა საზრუნავი მათ არ ჰქონდათ, ამიტომ არ ჭირდებოდათ მათ ადამიანი, რომელიც მათ უქადაგებდა სასუფეველზე, გადარჩენაზე და ამიტომ არ მიიღეს. სწორედ ამიტომ ერთი პატარა საკითხავი ვიფიქრე რომ წამეკითხა თქვენთვის, სადაც არის საუბარი რომ ამ ქვეყნიურ კეთილზე მიჯაჭულობა ადამიანს განაშორებს ღმერთს. ვინც კმაყოფილია თავისი ხვედრით, იგი ბედნიერია. მართლაც და შეხედეთ ქრისტიანს. თუნდაც არც თუ მდიდარს, მაგრამ შრომის მოყვარეს. თავისი ხვედრით კმაყოფილს. განა ვინ შეიძლება იყოს მასზე ბედნიერი. იგი ხარობს, რომ თავისი პატიოსანი გარჯით აღასრულებს ღვთისმცნებას, რომელიც გვავალებს საკუთარი შრომით მოიპოვოთ საზრდო. ასეთი ადამიანი სიამოვნებით იგემებს პატიოსანი შრომით მონიჭებულ პურს. იგი სიამოვნებით უწინადებს სარჩოს უპოვართ, რადგანაც იცის, რომ მისი მსხვერპლი სათმოა ღვთისათვის. უფალის თავის წყალობას არ აკლებს მას, ყოველ კეთილ საქმეში შეეწევა და შინაურთა შორის დამყარებული მშვიდობითა და სიყვარულით ანუგეშებს მათ. ამგვარ ადამიანებს მათი ცხოვრების გზაზე განუშორებლად სდევს კურთხევა ღვთისა. რა სამწუხაროა, რომ დღესდღეისობით იშვიათად თუ ნახავთ ამგვარ ოჯახს. ცოტაოდენი თუ შეგხვდებათ ამგვარი ადამიანი, მომხვეჭელობის ვნება, სიმდიდრეს დახარბება ბატონობს ყველგან. თავდაპირველად ადამიანი თითქოს და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ როგორმე გაჭირვებას დააღწიოს თავი. შემდეგ კი შავი დღისთვის გადაინახავს ორიოდე გროშს. მერე და მერე ასეულს რომ გადაინახავს, უკვე ათასებზე იწყებს ფიქს. ამას კიდევ არ აუშავს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ადამიანი უკვე დღედაღა მხოლოდ ამ ათასებზე ფიქრობს. მუდამ მათზე ოცნებობს. ბედნიერებად მხოლოდ ფული მიაჩნია. საუკუნო ცხოვრებას კი ივიწყებს. ეშმაკაცაც როდის ზინავს მას, მშვენივრად მოეხსენება, რომ თუ კი ადამიანი ამ ქვეყნიურ სიმდიდრეს დახარბდება, მერმე მას უკვე სულ იოლად განაშორებს ღმერთს და თავად მოიგდებს ხელში. აი ეს პატარა საკითხავი პირდაპირ ხსნის, რატო არ მიიღეს ღადარინელებმა უფალი და უთხრეს წადი აქედანო. წესით ნახეს რომ ეშმაკეული განკურნა, მაგრამ უთხრეს წადი აქედანო. აი ამის გამო. და მეორე. ეხლა ჩვენ გარშემო გავიხედოთ. რა ხდება? სულ არ არის ამ შეჯიბში ჩართული, რომ მოიხვეჭოს. თავიდან ყველა ესე ფიქრობს, რომ აი გაჭირვებას დავაღწიო ერთი მამაო თავი და რომ გაიგებ რომ შენმა მრევლმა მუშაობა დაიწყო კი ხარია რომ ეშველა. რომ აღარ შეა. გადის ერთი წელი, ორი წელი და ეს კაცი უკვე ორი გროში კი არ გადაინახა, ათასები რო გადაინახა, გაყოყოჩდა. ერთადერთი რასაც ეძებს ფულია. აღარ ახსოვს ღვთისმაგლი. არაფერი აღარ ახსოვს.
ისიც კი ეჩვენება, რომ ადამიანები მას რო ელაპარაკებიან, ფულის გამო ელაპარაკებიან, რომ ახლა ამას ფული აქვს, ახლა ამიტომ ცემენ პატივს და ზოგიერთი ესე არ ფიქრობს. უბრალოდ მისი მეგობარია და ისე მეგობრულად ექცევა. კი წუხს რო ეს გაყოყოჩდა ყურშა. მაგრამ მეგობარია და ვერ ივიწყებს. ხშირად ქონიათ ალბათ შემთხვევა, ჩვენც ქონია, ადამიანმა იცი რომ რაღაც გააფუჭა. ისეთი რამე გააკეთა, რომ გაფიქრებას კი დიდი წოდოა, მაგრამ ხელს არ კრავ. ცდილობ რომ რაღაცა ეს კაცი ბოლო ძაფი არ გადაუჭრა ეკლესიის და რაღაცა ცდილობ რომ შეთან დატოვა. აი ზუსტად ისე როგორც უფალი ცდილობდა იუდასთვის ეთქვა, რომ ნუ გააკეთებ იმასაც ჩაფიქრებული გაქვს. სახარებას ვინც ყურადღებით კითხულობს, ყველგან ნახავს უფალი სულ მიანიშნებდა იუდას რომ ნუ იპარავ. ნუ ხარ ხარბი. და იმა რო არ მიიღო შეგონებები, ნახეთ რა გააკეთა. გაყიდა მოძღვარი. გაყიდა სიწმინდე. და ეს გაყიდა მონის ფასად. 30 ვერც სიხდნენ მონაში. მაშინ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება. ჩემ თავსაც ვეტყვი და თქვენს რომ ამას მაქსიმალურად გაეკეცით. განსაკუთრებულად ღდლებსაც ეშმაკი აფუჭოს ფულით. ფული თუ დააგროვა ღდელმა, მერე იმ კაცი ვით არის, წეღარო ვლაპარაკობდით. ღმერთზე კი აღარ ფიქრობს, იმ ფულებზე ფიქრობს, რომელიც აქ. ეს მას დაღუპავს. უმძიმესი ისტორია აღწერილი, ალბათ მე ადვე მოგიყევით და გახსოვდეთ. ერთი ადამიანი იყო ღდელი, რომელსაც მონასტერი ჰქონდა თავისი. დედათა მონასტერი. თავისი გაზრდილი ბავშვები მოღვაწეობდნენ ამ მონასტერში. და დელნა რო დაიწყო, უთხრეს ამდელს, რომ დაიბარეს ეს საკითხვაზე და უღალატა ქრისტეს. და ვინც სასამართლოს ხელმძღვანელობდა ეს მტარვალი, იცოდა რომ ეს ძველი დიდარი იყო და იმ ოქროს ადარდებდა, ეს ძველი არ ადარდებოდა და იცით რა უთხრა. ხმეს თუ უღალატეო, შეიძლება იტყუებიო, სიტყვითქიო, რომ შეინარჩუნო შენი სიმდიდრე და პატივიო. შენ მონაზვნებს უთხარიო, რომ ღმერთი უარყონო. ეს დათანხმდა, მივიდა მონასტერში და უთხრა თავის მონაზვნებს, ღმერთი უარყავთ, იბათ, არა, მამა, ვამსურვისავთ. რომ მოახსენა მთავარს, იმან უთხრა, მაშინ შენაწამეო, თუ ნამდვილად გამოსურდიო და გახდით წარმართიო. საკუთარი ხელით დახოცა თავის სულიერი შვილები. რომ ის ქონება დარჩენოდა. და იცით რა მოხდა? იმ ღამეს ამ მთავარმა მკვლელი მიუგზავნა, ეს მკვლელი მოკლეს, ეს ქონება წაიღეს. ამას რატო გიყვებით? ვერცხლის მოყარეობა არის კერპთაყვანისმლობა. ის კაცი იყო რა კერპთაყვანისმლელი, ოქროს იმედი ჰქონდა და აგროვებდა ოქროებს, გამოაჩინა კიდევაც თავისი შვილები არ დაინდო. ოღონდ სიმდიდრე შეენარჩუნებდა. კიდე ერთი ამბავი წავიკითხოთ ამასთან დაკავშირებით. ერთი მონასტრის ძმები მხოლოდ საკუთარი შრომის ნაყოფით საზრდოობდნენ. იღუმენი მომსვლელებისაგან არ იღებდა არც საკვებს, არც სამოსს, არც ფულს. როგორც ღვთის ერთგულს ახურებს შეფერით. შემომწირველებს ასე ეუბნებოდა. წაიღეთ აქედან, რას თქვენია და ჩვენ მიგვანებეთ ქრისტეს. დაემან იზრუნოს ჩვენზე. ბრალი დაგვედება თუ კი ჩვენ ვისაც შეგვიძლია საკუთარი შრომით ვისაზრდოთ, სხვათა ჯაფას, სხვათა ნაშრომს მივიღებთ. ეხლა რომ მიიღო შესაწირი შეიძლება ადამიანმა, მაგრამ რადგანაც შრომა შეეძლოთ, ამოდენო ეგ სხვას მიეცით, ჩვენი თვითშრომა, ჩვენ გავაკეთებთ და ამის გამო დაგეთ რა მოხდა. იღუმენს მიენიჭა ეშმაკების განსხმის უნარი, ეშმაკეულებს დევნიდა. აი მადლის გამო რომ არ იღებდა სიმდიდრეს. ხოლო როდესაც იღუმენს მოუხვეჭელობის სიყვარული განეშორა, ეს დაკარგა. აი რა მოხდა.
იღუმენის სათნო ცხოვრების შესახებ გაიგო მეფემ. დაიბარა მეფემ, უნდოდა მისი ნახვა. მასთან საუბარმა მეფეს მრავალი სარგებელი მისცა და განშორებისას მეფემ იღუმენს ოქრო შეაძლია. წმინდა მამამ ცნუნებას ვერ გაუძლო, მიიღო მეფის ზღვენი და მონასტერში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მრავალი რამ აკლდა. მან იწყო მამულების, ჯორების, სახედრების შეძენა. დაიქირავა მუშები. ამ ქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვის გამო სულ უფრო მეტად დაშორდა ღმერთს და ბოლოს სრულიად დაკარგა მისი მადლი. ნახე მადლი რამ დააკარგინა, რამე ცოდვა კი არ ჩაიდინა. ზღვენი აიღო, ეს ოქრო რო ქონდა დაფიქრდა, მიწები არა გვაქვს. ჯორები გჭირდება, მუშები გჭირდება, მოსავალი უნდა მოვიყვანოთ. ბერემა რო ჭამოთ და დაიწყო ამაზე ფიქრდა, რომ გადაერთო ამ საქმეებში, მადლი განეშორა, მოუყვანეს ეშმაკეული და ბერი გამოვიდა, წაუკითხა ლოცვა და ეუნება ეშმაკს, რომ გავიდეს ამ ადამიანისგან. და ნახეთ რა ხდება, ეშმაკი ეუნება. არა აღარ დაგემორჩილები. რატომ კითხა იღუმენმა? იმად რომ შენ თავადაც ხარ ერთი ჩვენი მახლობელთაგანი. მიუგებდა ადამიანის მოდმის ტერი. შენ ხომ თავადაც ამ ქვეყნიურ საზრუნავებში ჩაეფელი. ღმერთი დაგავიწყდა. ამიტომ არ გამოვა და შენ ძალა აღარ გიქნება ჩემზე. ეხლა შორს რო წავიდეთ. ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება გქონდეს განცდილი, რომ ლოცულობდა და ღმერთი უსმენდა, ლოცულობდა და ღმერთი აღარ უსმენს. იმიტომ რომ ამ ქვეყნიურ საზრუნავისკენ გაგვექცა საზრუნავი და ღმერთზე ნაკლებად ფიქრობთ. სოდომი და გომორი იმიტომ გაირყვნა, რომ მხოლოდ დროსტარებაზე ფიქრობდნენ. მიწიერი კეთილდღეობა, შვება და ნახეთ სადამდე დაეცნენ. სახარება პირდაპირ ესეთ რამეს გვეუბნება ჩვენ, რომ მაცხოვარი ამბობს თვითონ უფალი ბრძანებს, ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოს თქვენ. ჩვენც ესე უნდა ვიცხოვროთ. ეს რაც შეეხება ამ საკითხავს, რატომ არ მიიღეს გადარინელებმა უფალი, როდესაც ეს დიდი სასაული მოახდინეს. ამ ქვეყნიური საქმეებით იყვნენ დაკავებული. აი, ხშირად არის ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს. რომ მოხვდები მასთან და ღმერთზე ლაპარაკს დაუწყებ, არ უნდა ამის მოსმენა. შფოთი შეგაქვს მისულში. აი, გაყინული რო არის, არაფერზე რო რეაგირებს. ადამიანი გონია რომ სულიერად ცხოვრობს, დიდრებს ეხებათ ეს. სულიერად კი არ ცხოვრობს, არაფერი აღარ აინტერესებს. და ვითომ შვიდად არის და შენ რო ეუნები რომ აქსარება უნდა თქვა, უნდა ილოცო, იმარხულო, სიკეთე გააკეთო, ეს მილიონები რო გაქვს გადანახული, უნდა დაარიგო. აღარ მოსწონს, შფოთი შეგაქვს, ამიტომ გეუბნება წადი. წადი. ეს იმიტომა დიდრები მხოლოდ იქ დადიან აზრებში. სადაც მდლები მათ უჯერებენ, ძირითადად. არიან ახლა დიდრები, ვინც სწორად ცხოვრობენ და მოზრებსაც უჯერებენ, ძირითადად დადიან სადაც ყველაფერი დალაგებული აქვს. დელიც ისე არის როგორც თვითონ. ამას არაფერს არ ეუბნება. იმიტომ რომ ამ ქვეყნიურზე ზრუნავენ. ჩვენთვის ეს არის მეუღებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კაცი არ უნდა იყოს ვერცის მოყარე და რადგან თან ავატყობ, რომ ყველანი ვართ ვერცის მოყარეები, ყველა ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ, რომ არ ვიყოთ. რაც შეიძლება მეტად უნდა გასცე ადამიანმა მოწყალება. ეს რაც შეეხება ამ საკითხს. ეხლა მინდა გესაუბროთ კიდე ერთ საკითხზე, რომელიც წინა კვირასაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ის ადამიანი სტუმრად იყო ჩვენთან ჩამოსული და სტუმარი რო აქ იყო არ მინდოდა მეთქვა. ეხლა რასაც ვიტყვი იმას. ათონისიდან იყო ჩამოსული ერთი იღუმენი, არქიმანდრიტი, მონასტრის წინამძღვარი, რომელსაც რამდენიმე დღიანი პროგრამა ჰქონდა, ხვდებოდა ადამიანებს, ქადაგებდა,
ამას გადასცემდა ტელევიზია, მთელი ამბები იყო ატეხილი. ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანს, ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ. ამიტომ უფრო გვიმძიმს ამის თქმა. მაგრამ აუცილებელია რომ თქვათ. მიახლოებით 8 წლის წინ, 7 წლის წინ ამ ადამიანმა თავის მონასტერში გააკეთა განცხადება. ინტერვიუ მისცა, მას გვერდზე უდგას ნამდვილი ჭეშმარიტი მწყემსი უკრაინის ეკლესიისა, მიტროპოლიტი ონოფრე და ამბობს ძალიან თბილად საუბრობს ამ მიტროპოლიტზე და ამბობს რომ ათონისთვის მეგობარია ეს ადამიანი, ეს არის ნამდვილი წყემსი. და ამბობს რომ ლოცულობს ევედრება ღვთისმშობელს რომ უკრაინაში იყოს შვიდობა და ყველაზე მეტად ხას უსმევს იმას რომ მთელი უკრაინელი ხალხი უნდა შეიკრიბონ მიტროპოლიტი ონოფრის გარშემო იმ ეკლესიაში რომელსაც წინამძღვრობს ის და ამბობს ასეთ რამეს რომ ამას ვამბობ იმიტომ რომ მხოლოდ იქ არის ცხონება. მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, ამას ვაკეთებ იმიტომ რომ იქ არის ჭეშმარიტება, იქ არის მადლი სულიწმინდის, იმიტომ რომ უკრაინაში იყო რამდენიმე სქიზმატური დაჯგუფებაც. ამას ამბობს 7 წლის წინ. 6 წლის წინ ამ თქმის საუბრიდან 1 წლის მერე სოფლიოს პატრიარქმა უამრავი ფიქრობს ასე და ჩვენც ისე ვფიქრობთ, უკანონოდ გამოარჩია მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც იყო განხეთქილებაში, სქიზმატი, იმას გადასცა ტომოსი და თქვა, რომ ეს არის ეკლესია და მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც მანამდე მოღვაწეობდა, ეს არაფერი არ არის. კანონგარეში გამოაცხადა. ხო ის აუცილებლად. ეს არქიმანდრიტი მიდის სქიზმატი მიტროპოლიტი ეპიფანეს ინტრონიზაციაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ღმერთს უყვარს, მაგიტომ ავად გახდა. იქ ჩასული ვერ დაესწრო ამ ზეიმს ჭალებში. თვითონ წავიდა შვეიცარიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, მაგრამ იქ დატოვა თავისი მონასტრის წარმომადგენელი. ეს არ შეიძლება. ამას შემდეგ ნელა-ნელა მოყვა ასეთი ამბები, რომ სქიზმატების შეშობა დაიწყო თავის მონასტერში. წირვა ჩაატარებინა. მერე როდესაც უთხრეს რომ ესეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა, თითქოს ასეთი რამე თქვეს რომ ის ოდიკი რომელზეც წირეს სქიზმატება დაწვეს. მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა რომ უკვე მსახურებაზე შეიკრიბნენ ერთად. მაგალითად სენოფონდეს მონასტერში 2023 წლის 15 ოქტომბერს ოდიკიტრიას ხატის დღესასწაულზე, აი ჩვენთან რო არის ხატი შემოსასვლელში, იმ ხატის დღესასწაულზე იქ იყვნენ თანამწირველები, ეს განხეთქილებაში მყოფი ხალხიც, ეს არქიმანდრიტიც, სხვა არქიმანდრიტებიც. და როდესაც გადაიღეს ფოტოები, იმ ფოტოზე არის ერთი საოცარი ამბავი. ეგრეთ წოდებული მღვდელი ვასილი ლილო. ეს განხეთქილებაში მყოფი მღვდელი არის, ეკლესიებს არბებს უკრაინაში. მღვდელი მღვდლებს ყრის ტაძრებიდან ცემენ, აწამებენ. აი ამ ადამიანებთან ერთად იღეს ფოტოებს. ხლა მე მებადება კითხვა. 7 წლის წინ თუ ეს კაცი იყო ჭეშმარიტი მწყემსი უკრაინის ეკლესიისა. დღეს ამ არქიმანდრიტს რატო აქვს უცნაური პოზიცია და რატო მეგობრობს იმ ხალხთან, ვინც არიან ონოფრეს დევნელები. უნდა ითქვას ასევე, რომ უკრაინის ეკლესიამ აიმ ონოფრეს ნამდვილი ჭეშმარიტი ეკლესიის მდელთავრები შეიკრიბნენ 22 წლის 27 მაისს და გამოაცხადეს, რომ რუსეთის ეკლესიას გამოეყვნენ.
აი ჩვენ 1917 წელს ხო გავაკეთეთ ეგ და გამოვიდა საქართველოს ეკლესია. ეხლა ამათმა გააკეთეს. ანუ ვერც იმას ვეღარ ეტყვიან, რა თქვა ჩვენ რუსეთის კაცი ხარ და რაღაცა. და პოლიტიკური მიდგომა არ შეიძლება თან ეს მეგახსოვდეთ. კაცი შეაბერდა უკრაინის ეკლესიას და იქ დაბერდა და დასარითმეს, აი ქუჩაში რომ დადეს ვიღაც აი ჩვენთან ჭინკები რომ დარბიან რუსთაველზე ესეთები რაღაცებს შეურაცხყოფებს აყენებენ ამ პატრიარქს ასე რომ ითმეს კაცი ესეთ ღვაწია. და ეს არქიმანდრიტი არაფერს აღანამობს. გაჩუმებულია. პირიქით იმათთან ერთად იღებს ფოტოებს, ვინც მას დევნიან, ვინც ძველ მეგობრს დევნიან. ეს ცოტა უცნაური ამბავია. სწორედ ამიტომ ხურცმელად შეიძლება ესე ითქვას, რომ ეს არ არის სწორი საქციელი. თან იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ეკლესიას უქადაგებს. 5 დღე ქადაგებდა. ახლა მეორე საკითხი ავიღოთ. უფრო რთული ამბავია. ახლა 25 წლის 4 ივლისს ათონისთაზე ჩავიდა უკრაინის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი. კაცი, რომელმაც 2024 წლის 15 თებერვალს მიიღო კანონი ერთსქესიანთა ქორწინების და ამათმა რომ ბავშვები ისვილონ. ეს ადამიანი მიიღო ამ არქიმანდრიტმა მონასტერში როგორც მეფე. არც მეტი და არც ნაკლები, როგორც მეფე. მე შევსწრები ვარ, როგორ ხვდებიან ათონისთაზე ეპისკოპოსებს, პრეზიდენტებს, ზუსტად ესე მიიღეს. შემოსილები ზარზეებით შეაწილეს კაცი ტაძარში და უგარობეს მრავალჟამიერი და ასე შემდეგ. ეხლა კითხვა მებადება აი გულწრფელად. ყველა ბერი ათონისთაზე არის ქალწული. მით უმეტეს ვინც სოლიანია, ისინი არიან ქალწულები. კაც თუ აღას გავში აქვს შეცდომა ჩადენილი, არ აკურთხებენ. ქალწული ადამიანი იღებს იმ ადამიანს, რომელიც მთელ ქვეყანაში ქადაგებს გარყვნილებას და არაფერს არ ეუბნება. ეხლა შეიძლება ჩვენ გვითხრა რომ იცით რა, აი ცალკე ოთახში რომ დაждდნენ იქ უთხრა რომ ესე ნოიქცევი რა რაღაც მეგობრულად, ეს არ შეიძლება. როცა კაცი საჯაროდ რამეს აშავებს, მისი მხილებაც უნდა იყოს საჯარო და მისი აღიარებას დანაშაულის უნდა იყოს საჯარო. ეკლესიის ისტორია მიცის ასეთი მაგალითი იყო წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი მედიონალენი. ეხლანდელი მილანის ეპისკოპოსი იყო, უხრწნელია მისი ცხედარი, მე მადლობა მგონს ქონდა საშუალება რომ მოვილოცე ეს წმინდა ადგილი. იცით რა გააკეთა? თეოდოსი დიდ იმპერატორმა, როცა ტყუილად დახოცა თესალონიკელები, ტყუილად. რო ჩავიდა ტაძარში, რო უნდა შესულიყო, არ შეუშვა. მეფეს დაადო კანონი. მეფემ რო შეასრულა სასჯელი, ხოლოდ იმის მერე გახადა ღირსის ზიარების და მეფეები საერთოდ ეზიარებიან საკურთხეველში. ერისკაცებთან ერთად არ ეზიარებიან, იქ ეზიარებიან. აღარასდროს უზიარებია საკურთხეველში, ყოველთვის აზიარებდა ერისკაცებთან ერთად შუა ტაძარში. აი როგორ და მოიქცეს წყემსი. საერთოდ ათონისთაზე ადამიანები თავს იწონებენ, რომ ჯვარს არავის წერენ. ათონელი ბერები, მღვდელმონაზვნები, ეცალენ ჯვარს არ წერენ. აი იტყვის, რომ 35 წელია მღვდელი ვარ და ჯვარი არ დამიწერია და ეს არის ღვაწლი, რომ მე რო ავირჩიე მონაზვნობა, ამ საიდუმლოს არ ვატარებ. ჩაატარო სერის მღვდელმა. აქ ჩამოსულია ეს პატივცემული არქიმანდრიტი და შეხვედრა საწყობს მღვდლის ცოლებთან. რაზე უნდა ელაპარაკოს მღვდლის ცოლებს? რა გამოცდილება აქვს? ხლა იესოს ლოცვაზე რო ჭკუა დაგვარიგოს ვისაუბრით თქვათ. ცოლი არ ყოლია? არ იცის არაფერი. საერთოდ ათონელი მამები ამბობენ რომ ქალს არც კი უნდა ელაპარაკო. ახსარებებს ერის მღვდლებისგან შააბარეთო ქალებს თვითონ არ იპარებენ. ეს კიდე დგას და ესაუბრება მღვდლის ცოლებს. ეს წინა ჩამოსვლაზე გააკეთა. კიდე ერთი საკითხი.
ჩვენი ეკლესიამ, მართლმადიდებელმა საქართველოს ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა კრეტის კრებაში. სოფლიოს პატრიარქმა ჩაატარა კრება, რომელიც იყო შეიძლება ითქვას ავაზაკთა კრება პირდაპირ და ჩვენ მონაწილეობა არ მივიღეთ, იმიტომ რომ თვლით რომ ეს კრება არის მიუღებელი. ამ კაც ამ კრების შესახებ არაფერი არც უდი უთქვა, არც კარგი. ცოტა უცნაური ამბავია, ნახეთ. უკრაინაში რომელ ეკლესიასაც ვაღიარებთ, ეს მეორეს აღიარებს. ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხალხი ამბობს, რომ უზნეობა არ შეიძლება, ეს არზე იმითხვდება თავის იქაურ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ერთსქესიანთა პირველი მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვის დააკანონა, ის კაცი მიიღოს არზე იმით. და რა უნდა, რისთვის შემოვიდა, ვერ გავიგე. თან იმერიდება ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. მე იმაზე ვიდარდებ, რატო არ ვთქვი მეთქი და. როგორც პატრიარქი აქ ისე იქცევა. აი წესით როგორც პატრიარქი იქცევა და მის გარშემოა შეკრებილი მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, სამღვდელოები, ესე დადის ეს კაცი და ყველა უყურებს თვალებში. სტუმარი კაცი მასპინძელივით იქცევა. ათონის თაზე ყოველთვის თავს იცით იწონებენ ათონელები, რა თავდაბლები. სადაც ჩანს ამ კაცის თავდაბლობა? მიტროპოლიტი ჩუმათარიას ლაპარაკობს. მეორეგან მიტროპოლიტი ჩუმათარიას ლაპარაკობს. ამიტომ მის ჩამოსვლას ჩვენ არ შევაფასებთ, რომ კარგი რამე მოხდა. ბევრმა მოძღვარმა თქვა, მეც ვიტყვი მათთან ერთად. რისთვის არის ჩამოსული, ჯერ ვერ გავიგეთ. კიდე ერთი რამე მინდა ვთქვა. თავს იწონებდა, რომ ათონის თაზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევა შეასრულა და ტარდება ქართული წირვა. აი პირველად ჩვენ მონასტერში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენი ქართველებიც ყველა იქ მიდიან და იქვე ახლოს არის სიმონა პეტრაში კელია ქართული, სადაც უწესიერესი არქიმანდრიტი გრიგოლი მსახურობს, ქართულად ატარებს, ყველაფერი ისე მიდის, როგორც წესი და რიგია და საერთოდ არ ახსენებს. თითქოს ხო იქ არაფერს არ აკეთებს. ამიტომ აი ყველაფერს ვყვები, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ მარტო ნათქვამზე რა ჩამოვიდა ერთ-ერთი მთის დიდი მონასტრის არქიმანდრიტი და რაღაცა დავწავთ ყველამ დაუჯეროთ. ყველა მოусმინოთ, ნუ აჩქარდებით. საქართველოში მე ვფიქრობ, ბევრად ღირსეული ადამიანები არიან, ვინც ქადაგებს და ვინც მოღვაწეობს და ჩვენ იმათ არ უსმენთ სამწუხაროდ და რაღაცებს ვეძებთ რაღაცას. თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებდაო, ესე გამოგდის რა. და ცოტა უნდა ყურადღებით ვიყოთ. მრავალშვილიანი ოჯახის სასვეპირებები დააჯილდო 10 შვილზე მეტი ვისაც ყავს. აი მაგ ჯილდოს რო კაც გადასცემ, მინიმუმ ის კაცი არ უნდა ყავდეს მიღებული მონასტერში. შენი პრემიერ-მინისტრის არზეიმით. და თუ ის მიიღეს და შეგწხვეს და ეს აღარ უნდა გააკეთო. ხადარინელკმა ეშმაკეულმა რომ დაინახა მასზე რა მოხდა და ღმერთმა რა უყო, რისგან განკურნა, უფალს უთხრა რომ წამოყვებიო. და უფალმა არ წაიყვანა, დატოვა და უთხრა შენ დარჩი
და ყველას უთხარი რა გიყო შენ ღმერთმა. ეს კაცი დადიოდა და ყველგან ყვებოდა რა უყო მას იესო ქრისტემ. ანუ ღმერთმა. ჩვენს უნდა გავხსოვდეს საიდან მოვედით ეკლესიაში. როგორი ცოდვილები. ეკლესიამ როგორ გამოგვასწორა. როგორ შეგვცვალა. მეძავი გაგხადა მრავალშვილიანი დედა. ყაჩაღი პატიოსანი ადამიანი. თაღლითი და უბედური კაცი, რომელიც აღარ იტყუები. არ უნდა დაივიწყო რითი მოხვედ ეკლესიაში. რო არ გაყოყოჩდე. ყურშა გაყოყოჩდაო. წეგან თქვით რო არ დაგვემართოს. ღმერთმა რომ გაკურთხა და მოგცა ის, რასაც ოცნებობდი. უნდა გახსოვდეს და იყო მადლიერი. სიმდიდრემ არ უნდა შეგცვალოს. პატივმა არ უნდა შეგცვალოს. არავინ არ გისმენდა, საერთოდ შენ გვერდზე რომ არავინ არ დგებოდა. და ეხლა პატივისემით გელაპარაკებიან და ეს ეკლესია მოგცა. მადლიერი უნდა იყო. თორე მადლიერი თუ არ იყავი, მე ძალიან ბევრ შეცდომა შეაიდენ. ღმერთმა მოგცეს ამის უნარი. რომ ყველა ჩვენგანს ახსოვდეს ვინ იყო, სანამ აქ მოვიდა. მე აქ მოსვლაში გულისხმობ ეკლესიას. რა გზა გაატარა უფალმა. როგორ გამოასწორა, როგორ აკურთხა. და ამით ძალიან ბევრ ცოდვას აერიდება ადამიანი. არ ვიცი ახლა თქვენ ყურადღება როგორ მიაქციეთ, მე რო კითხულობდი თავიდან, იქ ესეთი რაღაც ავიკითხე რომ კაცი რო პატიოსნად შრომობს. ბუკმაპურს რო აქედან კიდე სხვას უნაწილებს. სიმდიდრეზე რო არ ფიქრობს, ღმერთი აძლევს აი ესეთ კურთხევას, ესეთ წყალობას, რომ მის გარშემო არის სიმშვიდე და ყველა ცხოვრობს პატიოსნად. შენ თუ აკვირდები რომ შეგაშუბოს უშფოთია. მიზეზი იმაში კი არ უნდა ეძებოდა იმაში, შენ თავში, შენ ახალ შფოთის თავი. სახში აღარ არის მშვიდობა, ერთმანეთს ებრძვიან, დაიქსაქსნენ. შენ ახარ დამნაშავე. ჩვენ იმის მაგივრად რო თქვათ რომ მე ვარ დამნაშავე, ვიწყებთ რომ ეს კაცი ვეღარ მიგებს. იმას რაღაც დაემართა. ამას მხოლოდ ფულის გამო უნდივარ და გიждები. თუ კი ჩვენ გარშემო რამე არასწორი ხდება, ყველაფერში კაცმა თავის თავი დაანაშაულოს. მისგან მოდის აი ეს არეულობა. აგედაგ მამემა გვითხრეს რომ როცა კაცი წმინდა ცხოვრობს, იმის გარშემო არის სიმშვიდე. იმიტომ ამბობენ მამები რომ ერთი მართალი თუ იქნება 1000 კაცს გადაარჩენს. სად არის ერთი მართალი? ჩამოდიან ადამიანები, ამბობენ რომ მე ვარ მართალი. მაგრამ რო უყურებ იმის ხოვრებას, ვფიქრობ რომ მართალი კი არ არის. სახე იცვალა კაცმა. ეს 7 წლის ამბებს გიყვები, 12 წლის რო გავიხსენო, კიდევ უფრო დიდი სახეცვლილება მომხდარი. და ჩვენ ამისგან დაზღვეულები არც ერთი არა ვართ. რომ ჩვენს უკუღმა ფერი ვიცვალოთ. სულ უნდა იმუშაო შენ თავზე. სულ პატარა ცოდვას არ უნდა დაემონო, თორე ის პატარა ცოდვა მოგიხევს ბოლოს მე. ციხე, დიდი ციხესიმაგრე როგორ ეცემა, ერთი ჯარისკაცი თუ შეიპარა საიდანღაც. იქიდან შეიყვანს უყველას. ჩვენი სული ციხესიმაგრეა. სულ პატარა ცოდვი თუ შემოაქცია ეშმაკმა, მე მთლიან ციხესიმაგრეს დაამხობს. ღმერთმა გვიხსნას ყველანი. ასასტელებისგან მორწმუნე ხალხი, ამას ეხლა მე მორწმუნე ხალხს გეუბნებით. დაგვაფიქროს რა ხდება ჩვენ თავს? რატო ხდება ჩვენ თავს? საქართველოს ეკლესიაში სიმშვიდეა ჩამოყალიბებული, რაღაცნაირად
მერთმა უწმინდესის მოღვაწეობით იქამდე მიგვიყვანა რომ სიმშვიდეა. არც ეკუმენიზმში ვართ, არც ეკუმენისტურ კრებებს ვაღიარებთ, არც განხეთქილებაში მყოფებთან მეგობრობთ. სწორე მიდის ჩვენ ეკლესია. და აქეთ-იქიდან თავს ესხმიან. ზოგი პატრიარქს, ზოგი ეკლესიას, ზოგი არაფერს არ ამბობს, მაგრამ ნიადაგს ამზადებს. დიდი შეტევა დაიწყოს და ყურადღებით იყავით. ომში ესეთი ტაქტიკა არსებობს. ტერი კი არ შეუტევს ქალაქს, შენ ქალაქთან დაბანაკდება. ყარა დადგება. ყველაფერს მიიზიდავს. გზებს მოიწესრიგებს, რომ დიდი ხანო გამგზელდეს ომი, თვითონ არ მოშივდეს, ვინც მოვიდა იმას. და მერე იწყებს ომს. აი ესეთი სიტუაცია რაღაცა თუ აგვირდები. დიდი განსასწრებისთვის გვამზადებენ რა. ჩვენ კი გვინდა მშვიდად ვიცხოვროთ, მაგრამ მშვიდად ვერ ვიცხოვრით. წუთი სოფელში არ არის სიმშვიდე. სულ რაღაც ხდება. და ყურადღებით უნდა ვიყოთ. ზოგი ახლა პლაცდარმს ამზადებს, ზოგი უკვე გვიტევს, ზოგი ალბათ ცოტა ხანში ჩამოვა და კიდე რაღაცა სიტყვის. ნუ შეშინდებით. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა დავაკეთოთ წმინდად, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და არაფერზე არ უნდა გავიყიდოთ. და თუ კი რამე გვეშლება, ან შეგვეშალა ვერ ვიცანით, კაც ხო შეიძლება ვერ იცნო. ბოდიშიც უნდა მოიხადო. შეიძლება სხვას რო ეთქვა ჩვენთვის ეს სიტყვები რაც დღეს თქვით 5 წელიწი გვეთქვა რომ ძმაო გეშლება და ზოგისთვის გვეთქვა კიდევაც თურმე იმათ არ ეშლებოდა ჩვენ გვეშლებოდა ჩვენ ვერ დავინახით ეს კაცი ვინ იყო და ეხლა ღმერთო გონება აგვიხია მაგასაც ვაშკაცობა ჭირდება რო აღიარო იხტებოდი მაგრამ ამბობდი აი რა ნუ იტყვი ესე მაინც პატრიარქაცემი კაცია მაგრამ აღარ დაგვიტყვა ამ კაცმა საშუალო მერთმა მასაც უშველოს და ჩვენს გუშველოს. ჩვენ ახლა ამას არ ვუმობთ, იმიტომ რომ ვიღაცა არ გვიყვარს და რაღაც ვიღაცასთან პრობა გვაქვს და ვერ ვძვით არაფერი. უბრალოდ იმას გეუბნებით, რაც უნდა იცოდეთ. სხვათა შორის, როგორც გეუბნებიან. წინა ჩამოსვლაზეც უნდა ესეთი რამეების კეთება და უწმინდეს მოუთხარო არ არის საჭირო. ჩვენ საქმეს ჩვენ თვითონ გავაკეთებთ თუ აქო თქვენო ესე მობძანდითო მოილოცეთო და წაბზანდითო. ანუ გავიდა წლები და მაინც ის გააკეთა რა ის გაკეთებაც ავიცი უნდა რომ გაეკეთებინა და. ჯობია რომ ჩვენს აქ ყოფ მამებს დაუჯეროთ, ვისაც კარგად ვიცნობთ. ვისთანაც გამოსვლილი გვაქვს ეს ურთიერთობა და რაღაც ახალ რაღაცებზე შემოგთავაზო მიხოთ, ხილათ ვიყოთ. ყველაფერს ნუ მივიღებთ ხოლმე. ერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გავკურთხოთ.